დაიწია პუტინი მაინც თბილისში. რუსეთიდან გამოიქცნენ პოლიტიკურ რეპრესიებს. ეს ანასტასია ზინოვკინაა, რუსი სამოქალაქო აქტივისტი, საქართველოში მიმდინარე აქციების მხარდამჭერი და მონაწილე. ის და მისი შეყვარებული არტემ გრიბული ქართულმა პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დეკემბერში თბილისში დააკავა. ანასტასია და არტემი აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკი ჩაუდეს. მეუბნებოდნენ, რომ ის რაც თავს დამატყდა არის აქციებში მონაწილეობის შედეგი და რომ ამის გამო ვისჯებოდი. იხსენებს არტემ გრიბული პოლიციელის ნათქვამს. ზინოვკინა ასევე საუბრობს მის მიმართ სექსუალურ შევიწროებასა და სექსუალური ხასიათის მუხარაზე. ვინ არის ანასტასია ზინოვკინა? სანამ საქმის სამართლებრივ მხარეზე გადავალთ, მის შესახებ მოგიყვებით. ანასტასია 2012 წლიდან პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად იყო ჩართული რუსეთში ანტისამთავრობო აქციებში. იყო არაერთხელ დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ბანერის გაშლისა თუ გზის გადაკეტვის გამო. მას თანამოაზრეები ნესტია ტაპურად მოიხსენიებენ, რაც ქართულად ნაჯახს ნიშნავს. ეს 2013 წლის აქციაა. აქტივისტებმა გადაკეტეს ერთ-ერთი ქუჩა მოსკოვში ბანერით სიკვდილი კრემლის ოკუპანტებს. პოლიციამ 13 აქტივისტი დააკავა, ზინოვკინას 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ამის შემდეგ მათ შემშულობაც გამოაცხადა. Против Путина и против регистрации. ეს კი აქცია ეწოდებული რეგისტრაციის კანონის წინააღმდეგ წითელ მოედანზე 2013 წელი. ეს ფოტო ასევე 2013 წლის მოვლენებს ასახავს ბალოტნაიას პატიმრების სოლიდარობის აქციიდან. ღმერთმა გვაღირსოს რუსული ბუნტი. ამ წარწერით 2016 წელს მან ორ აქტივისტთან ერთად კრემლთან ახლოს ხიდზე ბანერი გადმოფინა. ამის გამო ის ისევ დააკავეს. ზინოვკინა იყო ალექსეი ნავალნის აქტიური მხარდამჭერი. რა მოხდა თბილისში? საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით ზინოვკინა საქართველოში 2022 წელს ჩამოვიდა. არტემ გრიბული კი მობილიზაციის დაწყების შემდეგ სომხეთში მიდის. ანასტასია ერთ წელსში სომხეთში გადავიდა და 2024 წლის ზაფხულში ორივე ერთად ჩამოდის საქართველოში. ის და არტემი მონაწილეობდნენ თბილისში გამართულ პროევროპულ აქციებში. მხარდაჭერას უცხადებდნენ აქციის მონაწილეებს და უმასპინძლებოდნენ მათ ყავით და ჩაით. იანვარში მათ სამხრეთ ამერიკაში წასვლის ბილეთიც ჰქონდათ შეძენილი, თუმცა გაფრენა აღარ დასცალდათ. 17 დეკემბერს ქართულმა კრიმინალურმა პოლიციამ ისინი დააკავა. მათ ბრალი 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს ფლობაში ედებათ, რის გამოც უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მუშაობდნენ არტემი IT სფეროში გახლავთ, აქვთ ძალიან კარგი ანაზღაურება და ცხოვრობდნენ თბილისში როგორც დროებით საქართველოში მცხოვრები უცხოელები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური წამსის და სამოქალაქო წამსის შესაბამისად საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევდნენ იმას, რომ ქართულ ხალხს დადგომოდნენ მხარში ამ რთულ დღეებში და ამასაც აკეთებდნენ ხოლმე. როგორც ჩანს, ამან განსაკუთრებით გააღეზიანა პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს ხელმძღვანელობა და დაიგეგმა მთელი ეს ოპერაცია მათ წინააღმდეგ. ახლა კი სამართლებრივ დეტალებზე. საქმე კრიმინალური პოლიციის დეტექტივის ჯემალ მირაზანაშვილის პატაკის საფუძველზე დაიწყო. ის წერს, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გასაღების მიზნით ფლობდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. შედეგად პოლიციამ მათ იმავე დღესვე მიაკითხა. ამ პატაკის დაწერიდან ძალიან მალევე პოლიცია მათ დახვდა ერთ-ერთ სუპერმარკეტიდან გამოსულებს. სასწრაფოდ დაიწყეს ჩხრეკა და ძალადობა, ჩასვეს ავტომობილებში, წაართვეს ჩანთები და ქურთუკები. დაახლოებით 15 წუთში უკვე მოვიდა გამომძიებელი და თარჯიმანი. გამომძიებლის მოსვლის შემდეგ უკვე დაუბრუნეს ქურთუკი, ჩანთა და უთხრეს, რომ ეხლა უნდა გაგჩხრიკოთო, ხოლო პოლიციელების მიერ ჩამორთმეულ და უკან დაბრუნებულ ტანსაცმელში და ჩანთებში უკვე პოლიციელებმა თითქოს აღმოაჩინეს ნარკოტიკული ნივთიერება. ამის მერე ისინი წავიდნენ მათ საცხოვრებელ სახლში, რომელიც ნაქირავები ჰქონდათ. იქაც პოლიციამ ზერელი ჩხრეკის შედეგად ბრჭყალებში იპოვა დიდი ოდენობით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება. თავად ჩხრეკის პროცესი, რომელიც ვიდეოზე გადაფიქსირებაც სცადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თავარს ამას არ აკმაყოფილებს ეს ვიდეო, იქ არ ჩანს ჩხრეკის პროცესი. ადვოკატი შოთა თუთფერიძე საქმეში საპროცესო კანონმდებლობის არაერთ დარღვევაზე მიუთითებს. ის ასევე ამბობს, რომ სასამართლო დაცვის მხარეს არ აძლევს ნებართვას გამოითხოვოს სუპერმარკეტის კამერის ჩანაწერები, რითიც დადასტურდება, რომ მათ ნარკოტიკი ნამდვილად ჩაუდეს. და როცა დაცვის მხარე ითხოვს, რომ მე ვიდეო კამერები მეგულება, რომელიც არის შენახული და არქივებული, სადაც არის ასახული, რომ მე მართალი ვარ და ამ მტკიცებულების გამოთხოვაზე უარს ამბობს სასამართლო და ამასთან ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ვიდეო მასალა პოლიციასაც ნანახი აქვს და არც პროკურატურამ არ ამოიღო, ხო? მათ ამის გაკეთება ყველაზე მარტივად შეეძლოთ. ბუნებრივია ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეზე
ინტერესია რომ უბრალოდ დადგეს გამომწყობებელი განაჩენი. თუ თვერძის თქმით, ბრალდებულების მიერ აღწერილი გარემოების დადასტურება ასევე შეუძლია ტაქსის მძღოლს, რომელიც მათ გამოძახებული ჰყავდათ. თუმცა დაცვის მხარე წინაღობებს ამ შემთხვევაშიც წააწყდა. ანასტასია ზინოვკინა როგორც ჩხრეკის პროცესში, ასევე პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ სექსუალურ შევიწროებასა და сексуальური ხასიათის მუხარაზე საუბრობს. მან ამის შესახებ სასამართლოშიც ისაუბრა. Засовывали руки в мои карманы, осматривали мои вещи, то есть меня трогали мужчины. Также я считаю, что жест потрогать себя за бак с соответствующей угрозой в этот момент. Извините, пожалуйста, кто трогал себя за бак? Какой-то мужчина, который со словами, что если я пошевелюсь, он окажет меня из места. А могли бы так же? თუნდაც შეგიძლია წარმოიდგინოთ ახალგაზრდა გოგო ჩავარდნილი იმ კრიმინალების ხელში, რომლებიც რაღაცა მზად არიან რომ ადამიანს ნარკოტიკი ჩაუდონ ჯიბეში. ჩხრეკის დროს სხვადასხვა ინტიმურ ადგილებში შეხება, სიტყვიერი, არამხოლოდ სიტყვიერი ჟესტების ენით მინიშნება და მუქარა შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ. იგივე შინაარსის, თუმცა სექსუალური მიმართულებით ნაკლებად ფანტაზირებული კომუნიკაცია ჰქონდა არწევს. აქ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საპროტესტო აქციების ფარგლებში საქართველოში დაკავებულია რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე, ანტონ ჩეჩინი. მასაც ალფა-პეპეს ფლობას ედავება ქართული პოლიცია. ანტონ ჩეჩინი მონაწილეობას იღებდა რუსეთში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ აქციებში, აქვს მოგებული საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მონაწილეობდა თბილისში მიმდინარე აქციებში. ის 3 დეკემბერს დააკავეს. პუბლიკა აქტიურად გააშუქებს მათ სასამართლო პროცესებს, სიახლეებისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს პლატფორმას.